17 მაისს არის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. პრინციპში რომელმაც საქართველოში რაღაცნაირად მიიღო ის კონოტაცია, რომ თითქოს ეს არის რაღაცნაირად გეი აღლუმი ან რაღაცა მსგავსი. ხო, შესაბამისად, იმის მაგალითად რომ საზოგადოება მობილიზებული იყოს ჩვენში არსებული ჰომოფობიის დაძლევისკენ, გახდა მობილიზებული სწორედ რომ სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ და ამით მივიღეთ ძალიან პარადოქსული სიტუაცია. თავისთავად ის თუ საიდან მოდის ეს კი ჰომოფობიური განწყობები, რომელიც დღესდღეობით ჩვენ საზოგადოებაში ძალიან შეზრდილია, თუ შეიძლება ესე ითქვას, რელიგიურ ნარატივთან, ну ამისი საფუძვლები უნდა ვეძებოთ ალბათ, ასე ვთქვათ, ტექსტში, ხო? და ეს ტექსტი არის ამ შემთხვევაში ბიბლია, კერძოდ კი ძველი აღთქმა. პრინციპში ჩვენთან როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, ტექსტის კრიტიკულად წაკითხვის გამოცდილება ზოგადად ქართულ კულტურაში არის ნაკლები და მით უმეტეს ასე ვთქვათ, ბიბლიური ტექსტის კრიტიკულად წაკითხვის გამოცდილება მით უფრო მეტად ნაკლები, მაგრამ თუ კი ჩვენ პრინციპში აი ამ პასაჟის, ასე ვთქვათ, სტრუქტურულ ანალიზს მივყვებოდით, არა, მაშინ აქ ძალიან ცხადად იკვეთება შემდეგი რამ. იკვეთება ის, რომ და ნუ ეს პრინციპში რასაც მე ხა ვამბობ, ეს არის აბსოლუტურად ინტერპრეტაცია, რა, ისევე როგორც არსებობს ძალიან მრავალნაირი ინტერპრეტაცია ზოგადად ბიბლიური ტექსტისა, მაგრამ ისევ და ისევ ხას უსვავ, ეს არ არის არანაირად თეოლოგიური ინტერპრეტაცია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის კრიტიკულ წაკითხვაზე დამყარებული ინტერპრეტაცია. იკვეთება ის, რომ პრინციპში ასე ვთქვათ, რასაც ვიგებთ ჩვენ ამ პასაჟიდან, ეს პასაჟი ეხება სწორედ იმ მონაკვეთს, როდესაც ხდება ეს სამი ანგელოზის მოვლინება, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომლებიც ამბობენ, რომ სოდომი და გომორიში არ არის მართალი ადამიანი. და აი აქ არის სწორედ საგულისხმო რამ, რომ რა იგულისხმება აი ამ მართალის ქვეშ და თქო არამართალის ქვეშ, ხო? სწორედ ამ კონკრეტულ პასაჟში. იმიტომ რომ თუნდაც იგივე ლოტი, რომელთანაც სტუმრობს ეს სამი ასე ვთქვათ, ანგელოზი, ასე ვთქვათ, ვერ ვიტყვით მასზე, რომ ის არის ბოლომდე მართალი. ან უფრო რამენერად შეიძლება იყოს მართალი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება სოდომის და გომორის პირისაგან მიწისა აღგვის შემდეგ. იმიტომ რომ მიგვხედავთ ჩვენ, რომ ფაქტობრივად მოთხრობილია ინცესტუალური ეპიზოდი ლოტის და მის ქალიშვილებს შორის. ნუ ქალიშვილები გადაწყვეტავენ, რომ ვინაიდან აღარ დარჩა მამაკაცი ქვეყანაზე, სწორედ ამ ქალაქების განადგურების შემდეგ, ამიტომ გადაწყვეტავენ, რომ დაათრონ მამა, ანუ ლოტი და მისგან დაფეხმძიმდნენ და ისინი ასეც გააკეთებენ. ანუ ფაქტობრივად აი ამ სოდომის და გომორის ეპიზოდის შემდეგ მოთხრობილია ძალიან დიდი ტყვილი და ასე ვთქვათ, ტაბუირებულ თემაზე ტყვილით, ანუ ერთის მხრივ ინცესტი, მამას და ქალიშვილებს შორის სექსუალური აქტი და მეორეს მხრივ მოტყუებით ჩადენილი ინცესტი. ასე რომ და ამასთანავე, ასე ვთქვათ, ამ ქალიშვილების შთამომავლობა შემდგომში დალოცვილია ღმერთის მიერ. ანუ ეს არ არის დავუშვათ, ისინი არ არიან მართლები, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იტყუებიან თან ასე ვთქვათ, ტაბუ, ინცესტუალური ტაბუ, რომელიც არის ყველანაირი კულტურის საფუძველი, ამასაც არღვევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთის მიერ მაინც დალოცულნი არიან. და ეს არის ამ შემთხვევაში იაჰვე, ეს არის ამ შემთხვევაში ებრაელთა ღმერთი, ხო, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. და აქ არის სწორედ საგულისხმო რამ, რატო შეიძლება რომ მავანი მაინც მართლად იწოდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ის არღვევს აი ამ ტაბუს და არღვევს თან ტყვილით და მიუხედავად ამისა, ასე ვთქვათ, მაინც ცოცხალი რჩებოდეს. ან აქ მაშინ კითხვა დგას იმის შესახებ, თუ საერთოდ ვინ იყვნენ და როგორები იყვნენ სოდომის და გომორის მაცხოვრებლები, არა? და ამ კონტექსტში არის საგულისხმო ერთი პასაჟი, რომელიც მანამდე, ასე ვთქვათ, ვიდრე ეს ისტორია დაიწყება წინასწრებს, ეს არის ის, რომ აბრაამს მის მიერ, ასე ვთქვათ, სჯულის კანონის მიღება. ანუ ის, როდესაც აბრაამს, ასე ვთქვათ, ღმერთისგან აქვს უწყება იმის შესახებ, რომ მან და მისმა შთამომავლებმა უნდა წინა დაიცვითონ. ანუ გარკვეულწილად ხდება, თუ შეიძლება ესე ითქვას, აი ამ ებრაული თემის მიერ, აი ამ კულტურული იდენტობის საფუძველის მოძიება, რომელიც განაპირობებს შემდგომში მათ ტრადიციას, განაპირობებს, ასე ვთქვათ, ებრაულ იდენტობას. და საგულისხმო არის ის, რომ აი ეს სოდომის და გომორის მოსახლეობა, რომელიც ფაქტობრივად ისჯება, იმიტომ რომ მათ სურთ, ასე ვთქვათ, სტუმრების შეცნობა, აქ, ასე ვთქვათ, აი ეს შეცნობა, როგორც ასე ვთქვათ, მის ინტერპრეტაცია ხდება როგორც სექსუალური აქტისა, არა? ან დავუშვათ ჰომოსექსუალური აქტისა, უფრო თუ
კონკრეტებით, ეს იყო ბერძნულ-რომაული კულტურისთვის დამახასიათებელი. ყველაზე უფრო კარგად ეს ჩანს პლატონის ნადიმში, ხო, სადაც ფაქტობრივად ზეციურ ეროსა და სიყვარულის ყველაზე უფრო აღმატებულ ფორმად, სწორედ რომ ჰომოსექსუალური სიყვარული, მამაკაცებს შორის სიყვარული არის გამოყვანილი. ნუ რატომ ეს ასე ვთქვათ, შემდგომი განხილვის თემაა და თუ სრული გექნება ჩავეძიოთ ამასაც კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ხდება ის, თუ კი აი ამ სტრუქტურულ ნარატივს გავყვებით ბიბლიური ხაზისა, ჯერ აბრაამის მიერ ებრაული თემისთვის, აი ამ კულტურული იდენტობის დამდგენი ტრადიციის განსაზღვრა, თუ შეიძლება ესე ითქვას, შემდგომში აი ეს ლოტთან გამოცხადებული ანგელოზები და შემდგომში ლოტის მიერ და მისი ქალიშვილების მიერ, თუ შეიძლება ესე ითქვას, აი ამ ინცესტუალური ტაბუს დარღვევა ტყუილის გზით, ხო? და თან მართლად დარჩენა მიუხედავად ამისა. და აი აქ აი ამ პირველ ორ ისტორიას შორის, ანუ აბრაამის ისტორიას და სოდომის და გომორის ისტორიას შორის, არის ის მომენტი, რომ ფაქტობრივად არ არის შემთხვევითი, რომ ამ ბიბლიის ტექსტებში ისინი ერთმანეთის შემდგომ არის. ანუ რაღაცნაირად ფაქტობრივად არის ჯერ მოცემული აი ამ კულტურული იდენტობის საფუძვლის მოძიება ებრაული თემის მიერ და შემდგომში აი ამ ბერძნულ-რომაული კულტურის როგორც ჰეგემონური კულტურის წინააღმდეგ ჯანყად შეიძლება იქნას გარკვეული თვალსაზრისით გაგებული აი ეს სოდომის და გომორის ისტორია. რომაული კულტურა, რომელიცშიც ასე ვთქვათ, აი ეს ჰომოსექსუალობა არ იყო არანაირად არც რეპრესირებული, არამედ იყო გარკვეულწილად ამ კულტურის ორგანული ნაწილი. სექსუალური უმცირესობების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება საზოგადოებაში უპირველეს ყოვლისა უკავშირდება არ ბიბლიური ტექსტის ინტერპრეტაციას, არამედ სამოქალაქო განათლების დეფიციტს და უკავშირდება, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებების შესახებ ძალიან წირ წარმოდგენას, ხო? და ეხლა ჩვენ საზოგადოებაში უბრალოდ ეს რელიგიური ნარატივი, რელიგიური დისკურსი ისე დომინირებას პოულობს ბოლო პერიოდში, რომ რაცა ეჭვიც კი ჩნდება, ხო არ ხდებით ჩვენ რაღაცნაირად ესეთი ფუნდამენტალისტური ნიშნების მატარებელი ქვეყანა, ხო? მაგრამ ზოგადად თუ კი ჩვენ შევხედავთ სხვა ეკლესიებს, არა და სხვა კულტურებს ზოგადად და სხვა სივრცეებს, ну იცით რა არის, ხა კათოლიკური ეკლესიის შემთხვევაში ვატიკანის მეორე კრებას ჰქონდა ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ასე იყო ფაქტობრივად ვატიკანის მეორე კრება გახდა დეკლარირება კათოლიკური ეკლესიის მხრიდან იმისა, რომ მან უნდა აუწყოს ფეხი თანამედროვე საერო ცხოვრებას და ეს იყო ლიბერალიზაციის დიდი ტალღა, თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს შეეხო როგორც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გააზრებას საეკლესიო კონტექსტში, ასევე ფაქტობრივად ყველა ადამიანის და მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებების, ასე ვთქვათ, გააზრებასაც. თუმცა განსხვავებით დავუშვათ პროტესტანტული ეკლესიისაგან, კათოლიკური ეკლესიის სივრცეში, როგორც ქალთა მღვდლად კურთხევა არ არის ჯერჯერობით დაშვებული, ასევე სექსუალური უმცირესობების ქორწინებაც არ არის, ასე ვთქვათ, დაშვებული. მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში არ გულისხმობს სექსუალური უმცირესობების რეპრესირებას და მათ, ასე ვთქვათ, დემონიზებას, რასაც დავუშვათ ხვდებით უფრო მართლმადიდებლური და ასეთ აღმოსავლური საქრისტიანოს კონტექსტში, რომელიც პრინციპში ამ მხრივ სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით უფრო მეტად უახლოვდება ისლამურ ქვეყნებს, ვიდრე დავუშვათ ქრისტიანულ ქვეყნებს. იმიტომ რომ ქრისტიანობა ჩვენ გვეუბნება, რომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი და ამ შემთხვევაში მოყვასი გულისხმობს ახალი აღთქმის კონტექსტში არა მხოლოდ ჩვენს სისხლით ნათესავს თუ თანამოქალაქეს, არამედ გულისხმობს ჩვენგან განსხვავებულსაც და იმდენად განსხვავებულს, რომ მტერსაც კი.